მოგესალმებით და პირველ რიგში ყველა ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს აქვე გვინდა რომ ჩვენი სოლიდარობა გამოუცხადოთ ყველას და მათ შორის სოლიდარობა გამოუცხადოთ მარინა ჩიტაშვილს ვის მიმართაც პროპაგანდა არის აგორებული და განათლების სისტემა იქნება შემდეგი რა მიმართულებითაც ამ დარტყმას განახორციელებენ და ყველანი ამას წინ უნდა აღუდგეს. ეხლა რაც შეეხება ჩვენს განცხადებას. ბოლო დღეების მოვლენები ცხადყოფს, რომ წინააღმდეგობის ახალი ფაზა იწყება. ამ კრიტიკულ პროცესში უპასუხისმგებლო პოლიტიკის დრო ნამდვილად არ არის. ჩვენთვის ნათელია, რომ წინააღმდეგობის ეს ფაზა საჭიროებს ერთი მხრივ განულილის შეფასებას და მეორე მხრივ სტრატეგიულ განახლებას. საზოგადოებრივი მაუწყებლის პროტესტთან მიმართებით სწორედ ეს შეფასება და განახლება გვინდა შემოგთავაზოთ. ჩვენი პროტესტი 30 ნოემბერს დაიწყო და მას შემდეგ წინააღმდეგობის არც ერთ დღეს საზმაუს წინ შეკრებისა და შემდგომი მარშის გარეშე არ ჩაუვლია. სწორედ ამ პრინციპულობით ჩამოყალიბდით წინააღმდეგობის უმნიშვნელოვანეს კერად. ერთი თვის განმავლობაში მოვიპოვეთ 20-ზე მეტი ეთერი საზოგადოებრივ მაუწყებელზე. 6 თვის განმავლობაში ვაწარმოეთ 150-ზე მეტი სახალხო ეთერი ტელევიზიის წინ. გავმართეთ 300-ზე მეტი მარში თბილისში და ათეულობით რეგიონებში. უწყვეტი რუტინის შედეგად მივწვდით საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს, კონკრეტული შეძახილებითა და სათქმელით საჯაროდ შევძელით საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილების და პრობლემების არტიკულირება. რაც მთავარია, ყოველთვის ვიყავით რეჟიმის ტყვეებისა და მათი ოჯახების გვერდით. ჯერა რომ ახლა, როდესაც ქვეყანაში ავტორიტარიზმი ყოველდღიურად ძლიერდება, მხოლოდ თანაგრძნობაზე დაფუძნებულ პასუხისმგებლიან სახალხო წინააღმდეგობას შეუძლია დაუპირისპირდეს რეჟიმს. ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია რეჟიმის ყველაზე მძლავრი იარაღისკენ, პროპაგანდისკენ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევის მიმართვა. სწორედ ამიტომ გრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ გავაფართოვოთ და გავაძლიეროთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროტესტი და პროპაგანდას ყველა შესაძლო რესურსით და ერთად დაუპირისპირდეთ. ამისთვის გეგმავთ პირველი საჯარო, განსაკუთრებით კი პერიფერიების სივრცეებში, პარკებში, მეტროსადგურებში თუ ბაზრობებზე იმ ინფორმაციის მასობრივად გაჟღერებას, რომელსაც სამთავრობო მედია წლებია მაღავს. ამავდროულად ციფრულ პლატფორმებზე ჩვენი პროტესტის გაძლიერებას და ინტერნეტ სივრცეში პროპაგანდასთან მეტად აქტიურ ბრძოლას. მეორე, მარშების რუტინის ეტაპობრივ ცვლილებას, არა ყოველდღიური ტრაექტორიების გამეორებას, არამედ მსვლელობის გზის გაფართოებას და გამრავალფეროვნებას. კონკრეტული თემით განსაზღვრულ დათქმულ თარიღებში საინფორმაციო მსვლელობების მასშტაბურ ორგანიზებას. მესამე, ანალოგიური შეთავაზების გაკეთებას კრიტიკული მედიებისადმი, რა მოთხოვნებიც ჰქონდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან. გრძნობთ აუცილებლობას, რომ საერთო დრო მეტი სიხშირით უნდა დაეთმოს პროტესტის მონაწილე თუ მის გარეთ ყოფ ხალხის აზრს და არა მხოლოდ კარგად ნაცნობი პოლიტიკური სახეების სათქმელს. გვინდა მტკიცეთ ეჭვშეუტანელი რწმენით ვთქვათ, ვერავინ შეძლებს ამ ქვეყნის ხალხში გააქროს თანაგრძნობა. ჩვენ ვაგრძელებთ ერთმანეთის მხარდამხარ ბრძოლას და ვამბობთ, რომ ვიბრძოლებთ ბოლომდე სინდისის ყველა პატიმრის გათავისუფლებამდე და საზოგადოების კუთვნილი სამართლის დაბრუნებამდე. თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის, სოლიდარობისთვის ბოლომდე. დიდი მადლობა. მიან შეეძლოს ამაში ჩართვა, არა მხოლოდ მარში, არამედ სხვა ფორმებით და უფრო კონკრეტულ დეტალურ სახეს ამას ჩვენი საინფორმაციო არხებით კიდევ მოგვიანებით შემოგთავაზებთ. კიდევ ერთხელ ყველას ძალიან დიდი მადლობა აქ მოსვლისათვის და სულ ცოტა ხანში ისევ
ხმაურიანად შეძახილებით რეჟიმის ტყვეების სოლიდარობისთვის დავიძრათ პარლამენტისაკენ და შეუერთდეთ ჩვენს თანამებრძოლებს.